ბატონო, დიდი ამბავი მოხდა. ამაზე დიდი ამბავი რა უნდა იყოს, უფროსო სერჟანტო? დურსუნ ლეტოს ფაბრიკის წინ მანქანა აფეთქდა. ეს როგორ? როგორც შევიტყვეთ დურსუნ ლეტოს, რიზვან ლეტოს, ესიმ კულფას, ილმას მარტენის, როგორც მივხვდით ოჯახის ყველა წევრის მანქანა უფეთქეს. გარდაცვლილები? არა კაპიტანო, მანქანაში ჩაჯდომა ვერავინ მოასრო. ყველა მანქანა ჰაერში აიწია. წადით და გაიგეთ ამ საქმის უკან ვინ დგას. მე სასამართლოში წავალ. როგორც გვიბრძანებთ. ვაფასები იმას, რაც გააკეთე. ეს არც ისე ადვილი იყო. ამდენ მანქანაში ასაფეთქებლის განთავსება. ეს როგორ გააკეთე, როდის გააკეთე, არ ვიცი. არც მინდა ვიცოდე. მაგრამ ჩემი დის, შენი ცოლის ასეთ საქმეში გარევა არასწორი საქციელია. შენი უმცროსი და რომ არ ყოფილიყო, ყველა თავის მანქანაში იჯდებოდა ფიქრეთ. შესაძლოა შენი ჩათვლითაც. მან მთხოვა, რომ მისი ოჯახისთვის ზიანი არ მიმეყენებინა. ისინი არასწორად იქცევიან, მაგრამ თქვა, რომ შესაძლოა შეცდომები აღარ გაიმეორონ. დღეს მამა შენი ძმა ბიძა, შენი სიდედრი, სიძე, ძმისშვილი, ბიძაშვილი, ყველა ცოცხალია. ყველა ცოცხალია. გგონია ის ხალხი, ვინც ცოცხალია, ზეინეფის მადლობელი იქნება იმის გამო, რომ ცოცხლები არიან? უნდა იყვნენ. ჭკვიანი ხალხი მადლიერი იქნებოდა. მისმინე ჰალილ იბრაჰიმ. მეც შენსავით წინააღმდეგი ვარ იმის, რასაც ისინი ჩადიან. განსაკუთრებით ის, რომ გამომიყენეს. მახე ჩემი საშუალებით დაგიგეს. მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს შენს გვერდით შემამჩნიეს მათი სამიზნე, მეც გავხდი. ფიქრეთ, მხარე აირჩიე. ვალდებული არ ხარ, ჩემ მხარეს იყო. ღირსეული, მამაცი ადამიანი ხარ. ეს ადრეც მithქვამს. შეეშვი. ის, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებს, თავისივე ციბინძურეში ჩაიხრჩობა. შენ ოჯახის უფროსი იყავი. გგონია ამაზე არ მიფიქრია. ფიქრობ იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ჩემი ოჯახი ლეგალური საქმიანობით ყოფილიყო დაკავებული. გან არ მინდოდა ჩემს და-ძმებს და ცოლ-შვილს ნორმალური ცხოვრებით ეცხოვრათ. და შედეგი? შედეგი. ჩემი და გადარჩა. ჯერჯერობით. ბრძოლის მეორე მხარეს გადავიდა. განა ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, ვინ გაიმარჯვებს, ჰალილ იბრაჰიმ. შეგერგოს. გემრიელად მიირთვი. ვიცი, ჩემს არ ყოფნაში რა უთხარი. ის რომ ამ საქმეში არ ჩავერიო. ველა შეცდომა ჩამოთვალე ძმაო. ვიცი, რაც უნდა თქვა მართალი ხარ. მაგრამ ერთ რამაში მხარი უნდა დამიჭირო. არ ვინ მომკვდარა და არ მინდა ვინმე მოკვდეს. ისევ ხალილ იბრაჰიმი. ის ხომ მკვდარი უნდა იყოს. არ მომკვდარა. მისი წყალობით არის ცოცხალი. ფიქრეთის წყალობით. იმ ფიქრეთის წყალობით ვისი მეშვეობითაც მახის დაგებას აპირებდით. ფიქრეთი არაფერ შუაშია ასია. შენი სიძე ძალიან საშიშია. მან თავისი და ხალილ იბრაჰიმს მიათხოვა. მე რეთქვა, რომ ამასთან არაფერი აკავშირებს. ტვირთის მოპარვაში დაეხმარა. მანქანების საფეთქებაში. მანქანებთან მისვლა ვინ შეძლო, ფიქრეთის გარდა. სისულელეს ნუ ამბობასი. სისულელეს ნუ ამბობ. ის ჩემი შვილია. ჩემი შვილი. ადამიანი, რომელზეც როგორც მტერზე ისე ლაპარაკობ, ჩემი შვილია. გესმის? სანამ ფანჯრიდან ვაკვირდებოდით მანქანები როგორ ფეთქდებოდა, შენი ფიქრეთი ჰალილ იბრაჰიმის გვერდით იდგა შენს ქალიშვილთან ერთად.
ბევრი სისუსტე გაქვს. ნადიმესადმი სისუსტეს ავლენ. რიзвან. ხე ფესვიდან იწყებს ლპობას. ნადიმესადმი სისუსტე დაგღუპავს. ასიე. გუშინი ნადიმეს ძმისშვილს ძალიან აქებდი. ძალიან. ღმერთო. მომატყუეს. ჩემი ვაჟის და მისი ძმისშვილის ამბავი დასრულდა. მე რა ვქნა? რა? რაკეტა გავუშვი, რაკეტა. სხვა რა მექნა? მანქანა აფეთქდა და ცაში აფრინდა, რა მეთქვა? რა? უნდა გამხარებოდა? რა უნდა მეთქვა? მეც ამას ვამბობ. ფიქრეთმა თუ არა. მაშინ მინ უთხრა ხალილ იბრაჰიმს რომ ახეს ვუგებდით. შენ უთხარი? დედა რას ამბობ? შენ? რა გააკეთე? დაურეგე და შენს ოცნებებზე ილაპარაკე, რომლებიც ზეინებს უკავშირდება, რა უთხარი? არა. ადამიანს საკუთარი თავის მიმართ ეჭვს გაუჩენ. ფიქრეთში არ გეპარებათ ეჭვის, სამაგიეროდ ეჭვის საკუთარ თავში გეპარებათ. ასიე. ახლა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა გაქვს. შენ ამის შესახებ არ იცი. ისედაც არ ვართ ხასიათზე. ფიქრეთზე ლაპარაკით ჩვენზე ზეწოლას ნუახდენ. მე ყველაფერი ვიცი. ტელევიზორში ტიტრი გარკვევით გადის. რადგან ყველაფერი იცი, კი არ უნდა ილაპარაკო. ამაზე პასუხისმგებელი თქვენ არ ხართ. ეს ნადიმეს ძმისშვილის ილმაზის პასუხისმგებლობაა. თქვენს ადგილას საავადმყოფოში კი არა. პოლიციაში წავიდოდი. მისმინეთ. ნადიმეს ძმისშვილი სიძე და ვაჟიშვილი გაერთიანდნენ. ნარკოტიკსაც ეგენი აწვდიან. ასე ნუ მიყურებ. მე არ გამიციხარ. ფიქრეთ? ძვირფასო? კეთილი იყო შენი მოსვლა. მადლობა. მამა აქ არის? არა, სხვა სახლშია. ძმა ილმაზი მამას ოფისშია დედასთან ერთად. შენც გიკითხეს. არის რამე საჭმელი. იქ მომიტანე, კარგი ძალიან მშია. ფიქრეთ? შენი ცოდი იმის შესახებ რაც უნდა მომხდარიყო. ნეტავ მცოდნოდა აიშე. ნეტავ მცოდნოდა და ხალილ იბრაჰიმს შევაჩერებდი. მანქანაში ყველა რომ ჩაჯდებოდა ვეტყოდი, თითი ღილაკისთვის მაშინ დაეჭირათ. აღმოჩნდა რომ ზეინებმა ილმაზ მართენის მანქანაში ბომბი ჩადო. შვილო, ასეთ რამეებს ნუ ამბობ, ვინმე გაიგონებს. რატომ? მან თქვა რომ იცოდნენ ცოცხლები ჩემი წყალობით არიანო. ამ საკითხთან დაკავშირებით ზეინები რატომ ვერ ისვენებს? გათხოვდა ბედნიერია. ასეთი ქმარი ყავს. ასეთ საქმეებთან რა ისაქმება? შვილო, ამდენ ლაპარაკს წადიდე შენს ძუძუმტეს კითხე. ფიქრეთმა დამამშვიდებელი დალია. ერთი თებში მომიმზადე წავოღებ. ახლავე. დაილოცო შენი ხელები რძალო. მოიცა ჩაის დავაცხავ. მარჯობა შოთა. გემრიელია? დაილოცო შენი ხელები. შეგერგოს. ლანგარი მოიტანე. ახლავე. შვილო ჩანგალი მომეცი. მოიცა. ახლა მოვა. მოვიდეს ვნახოთ. ჩემი ნახვა გინდოდა? შენი ნახვა ყოველთვის მინდა ფიქრეთ. მაგრამ ჩემ გვერდით და არა ჩემ წინააღმდეგ. შენმა ძმამ ილმაზმა თქვა რომ ფიქრეთი ხალილ იბრაჰიმის გვერდით იდგა, როცა მანქანა აფეთქდა. უთხარი ასეთი რამ შეუძლებელია მეთქი. წესიერად მომიყევი რა მოხდა.
ჯერ შეცდომებს შემოგითვლი დედა. სიმართლეს მერე გეტყვი. ჯერ ერთი აქ შენი ძმისშვილის დაბარება შეცდომა იყო. ფიქრობ შენი ძმისშვილი აქ ჩემს მხარდასაჭერად და დასაცავად მოვიდა არა? ნარკოტიკის მოსატანად მოვიდა. ეს რომ გაეკეთებინა თქვა რომ ჰალილ იბრაჰიმს მოკლავდა. საკუთარი ვაჟი გამოიყენა, საკუთარი ქალიშვილი გამოიყენა. ისევ არაფერი გამოვიდა. ეს შეცდომა იყო. ხო მართლა. პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა. 30 ტონიანი ტვირთი დააკავა. ანუ სიძე, დიშვილი, ქმარი და ქმრის ნათესავები შეარწყვინა. ყველა შეარწყვინა. სანამ დამვიწყებია, კიდევ ერთი შეცდომა. ამასაც გეტყვით. ჰალილ იბრაჰიმის შეცდომა ის არის, რომ როცა მანქანების აფეთქებას აპირებდა, შენი შვილისთვის არ უნდა დაეჯერებინა. მან ყველა ცოცხალი დატოვა. და კიდევ, თუ რამე დამავიწყდა, შეგიძლია დაამატო. ესე იგი მომხდართან შენ არაფერი გაკავშირებს, არა ფიქრეთ? სამწუხაროდ. კარგია, მიხარია. სხვა შემთხვევაში გული გამიტყდებოდა. ისევ გულის გატეხვაზე ლაპარაკობს. რამდენი რამ მოხდა? აქამდე გული არ გაგიტყდა? რასაც ფიქრეთი ამბობს, სიმართლეა ილმას? ფიქრეთი არ ტყუის მამიდა. ის უბრალოდ თავის აზრს გამოხატავს. ეს ვიწრო აზროვნებაა. ბიძაშვილო, თუ ჩემთან გინდა ლაპარაკი, მე მელაპარაკე. დედა ჩემის გვერდით დამჯდარ ხარ და ქედმაღლურად მელაპარაკები. ჩვეულებრივი ნაძირალა ხარ. ელოდები რომ შენ მიმართ პატივისცემას გამოვავლენ? დედის რძიდან დაწყებული საკვებით დამთავრებული, სკოლიდან დაწყებული, იმ სახლით დამთავრებული, სადაც ცხოვრობ, ყველაფერში წვლილი მიმიწვის. ასე რომ პატივისცემას გამოვავლენ. პატივისცემას. ანაკედან წახვალ, როგორც შენი და. ხო მართლა, თუ პატივისცემას გამოვავლენ, უფროსი იქნები. ან უფროსი იქნები, ან აქედან გაქრები. აიშე? ძმაო ილმას, მიდიხარ? არა, არსად მივდივარ. ტონა საქმე მაქვს. 30 ტონა. კარგი. მოდი შვილო, ისეთი არაფერია. ასე აიშე. ჩვენ სახლში წლების მანძილზე რა აღარ ხდება. დედა კი სულ ერთი და იგივეს ამბობს, რომ ისეთი არაფერი ხდება. კარგი თუ ასეა ვიტყვი შვილო. შენს ქმარს უთხრეს, ან უფროსი გახდები? ან აქედან აორთქლდებიო. მისი ცოლი ხარ, უპასუხე. აიშე. დადე ბლანგარს თუ ასე იდგები? მაბადია საყვარელო. ძვირფასო. დაილოცო შენი ხელები. შეგერგოს. თამერ. მოდი აქ, მოდი. გისმენ. ყველაფერს მივხვდი. რას მიხვდი დედა? ჩვენმა გოგომ გაგვცა. რომელმა გოგომ დედა? კარი დახურე. დედა, იცოდე თუ ედანურზე ამბობ. ედანურს ჩვენი გეგმების შესახებ საიდან უნდა სწოდნოდა, წესიერი გოგოა. მთელი დღე თავის ოთახში ზის გამოკეტილი. ედანურზე ვინ ლაპარაკობს? მე შენს დაზე ვამბობ. იავუს რომ ცოლად არ გაყვეს, მიდის და ყველაფერს რაც ამ სახლში ხდება შენს დას უყვება. სულ ცდილობს რაღაც მოისმინოს. რა უნდა ვქნათ დედა? მისი ტელეფონი იპოვე. გაიგე შეტყობინებებს ვის უგზავნის. კარგი? მისმინე. არავის არაფერი უთხრა.
არავის ვათქმევინებ, რომ ასიეს შვილი მოღალატეა. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა. კარგი დედა. ლეილა, პროკურატურაში ვარ, ამბობენ, რომ დღეს გამათავისუფლებენ. შეტყობინებას ჩემი ძმის ტელეფონით გიგზავნი. აქედან უნდა წავიდე. თუ გინდა, ერთად წავიდეთ. თუ არ მოისურვებ, გამგზავრებამდე უკანასკნელად მინდა გნახო. თუ ამის საშუალებას მომცემ. Çok sevindim. ძალიან მიხარია. Ben seninle შენთან ერთად ყველგან წავალ. bana sadece yeri ve დრო და zamanı ადგილი ver. მითხარი. Ben bir şekilde buradan აქედან როგორღაც გამოვალ. ne yapacağım? რა უნდა ვქნა? დღემშვიდობისა მეთაურო. Hoş geldiniz komutanım. Hiç hoş კარგი ამბით არ მოვსულა როგუს. სერჟანტო, მარტო დაგტოვე. kötü bir şey. რამე ცუდი მოხდა მეთაურო? ცუდი არა, შეცდომას ჰქონდა ადგილი ოღუს. Ne gibi? რა შეცდომას? Sen bir ოპერაციას ასრულებ, ტონობით ნარკოტიკს პოულობ. ცხადია ეს პრობლემა არ არის. არა, რა პრობლემაა მეთაურო? პრობლემა ის არის, მე რომ არაფერი ვიცი ამის შესახებ. მეთაურო, ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. პროკურორისგან ბრძანება მივიღე და შევასრულე, რა უნდა მექნა? ოპერაციას ერთად შევუდექით. მითხრეს, რომ არავისთვის მეთქვა. მე ბრძანება შევასრულე. მომისმინე. bana bak. თუ ფიქრობ, რომ რამეს იპოვი, ვინმეს დააკავებ, საქმეს გახსნი, ასე არ გამოვა. Ortaya çıkartırım. ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებ. Bu işler böyle olmaz. Sen böyle როგორ თუ yaparak ancak- დავაზარალებ მეთაურო? Nasıl bir zarar komutanım? გამაგდებთ? Ben zaten ისედაც გაგდებული ვარ. Beterin უარესი ყოველთვის არსებობს. არ ვიცი კარგად აგიხსენი თუ არა, მაგრამ ეს უკანასკნელი გაფრთხილებაა. Kapıyı aç. კარგი გააღე. ben de მეგონა მოგილოცავდა. komutanım. Ben de მეც ასე მეგონა. ne bileyim არ ვიცი. en azından სხვა თუ არაფერი სიტყვიერად მაინც უნდა მოელოცა. Alya'yla. პირიქით, დაგემუქრა. Komutanım albayım კომისარო, ის აქ ბოლოს თასებით მოვიდა. როგორ ფიქრობ, sizce მისთვის რომ გვეთქვა კონტეინერებში რამის პოვნას მაინც შევძლებდით? yerlerde bir şey bulabilir miydik? სულ მცირე პროკურორი ჩვენს აზრზეა. Peki კარგი. bombayı kim? შენი აზრით ბომბი ვინ აფეთქა? შენი აზრით? Bence Ali bir ჩემი აზრით ალილ იბრაჰიმმა. მაგრამ მტრები რატომ არ დახოცა სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა? ეს ცოტა მაბნევს. karıştırıyor. მხოლოდ შენ არა, სერჟანტო, ყველა დაბნეულია. Ortalığı da მეც ვერაფერს ხვდები, მაგრამ kısımlarını birbirine... ეს ხელს გვაძლევს. Bu da bizim işimize geliyor. დაფიქრდი. Bence şöyle... აი რას ვფიქრობ, მეთაურო? ჰალილ იბრაჰიმი ქუჩაშიც რომ შევხვდეს, თიც არ დავაკარებთ. იქამდე სანამ ვინმე არ მოკვდება. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ არ გავარკვევთ, მახე ვინ დააგო. კარგი, შენ წადი და ილმაზ მარტინის დოსიე მომიტანე. კარგად შევისწავლი, ვნახოთ რამე ხომ არ გამოგრჩა. როგორც მიბრძანებ, კომისარო. Beni görmüş. ჩემი ნახვა გინდოდა, მამა? Seni შენი ნახვა არ მინდოდა, ფიქრეთ. Senin შენთან დალაპარაკება მინდოდა. otur. დაჯექი, Babo. მამაშვილურად დავილაპარაკოთ. Benim bir de. პრობლემა არ მაქვს, მამა. Ama senin... მაგრამ თუ შენ გაქვს, მოგისმენ. Her თითქმის ყველა ბავშვს აქვს მამასთან პრობლემა.
Benim de მეც მქონდა. 6 მე kardeş. ყველაზე უმცროსი ვიყავი, 8 ძმას შორის. Benden ჩემსა და ჩემს უფროს ძმას შორის სხვაობა 15 წელი იყო. ანუ არასასურველი შვილი ვიყავი bir evlattım. და ასეთად დავრჩი. Benim პირობები, რომელშიც მე გავჩნდი და პირობები, რომელშიც თქვენ გაჩნდით, ერთნაირი არ ყოფილა. მამა, ეს ბევრჯერ მსმენია. ხო, მამა შენი მდიდარი ადამიანი იყო, მაგრამ ძუნწი. არავინ უყვარდა, არ გეფერებოდა, შენ არ უყვარდი. ვიცი, ეს მოყოლილი მაქვს. bilmediğim მაგრამ არის რაღაც, რაც არ იცი. 7 yaşındaydım. ნება მომეცი მოგიყვე. Tüberküloz olmuşum. 7 წლის ვიყავი, ტუბერკულოზი მქონდა. მხოლოდ ძვალი და ტყავი ვიყავი დარჩენილი, ვკვდებოდი. ისევ ახველებდი, რომ მამა ჩემმა დედაჩემს უთხრა, ეს ბავშვი სხვა ოთახში გაიყვანე. ხველით იქ მოკვდეს, მისი მოსმენა მომბეზრდაო. Orada öksürerek ölsün. Ben rahatsız. მამა ჩემს ჩემი სიკვდილი რომ არ მოსდომებოდა, ცხოვრებაში აღარ დამიხველებია. მე ვიბრძოდი, რომ გადავრჩენილიყავი. ვიბრძოდი, რომ მამა ჩემისნაირი არ გამხვდარიყავი და აქამდე მოვედი. მამა ჩემზე ძლიერი გავხდი. Babam მამა ჩემზე მდიდარი და რაც მთავარია, ve öyle მისნაირი არ გავხდი. babamdan daha güçlü, ხო, მამა ჩემისნაირი არ daha გავხდი. zengin oldum. ყველანი სხვადასხვანაირად მიყვარხართ. Olmadım. Hepinizi სიყვარულს გამოვხატავ თქვენ მიმართ. sevgimi gösterdim. ხომ ასეა? Her evlat მამასთან babasıyla ყველა ბავშვი ჩხუბობს. babasıyla მამის წინააღმდეგ მიდიან. senin ეუბნებიან, რომ მას არ დაემსგავსებიან. ama მაგრამ babasını მამებს არ კლავენ. ben ასეთი რამ böyle bir şeyi აზრათაც არ მომსვლია. ben böyle bir şey ასეთ სიტუაციაში მე არ ყოფილვარ. Ben de böyle. არც მე ყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, მამა. Hatta გინდა დაიჯერე, გინდა არა. არც ზეინეფი ყოფილა მსგავს სიტუაციაში. o ის თავის ქმარს ეხვეწებოდა, რომ თქვენ მანქანებში არაფეთქებულიყავით. çocukların შენ შვილებს შენი კარგად ყოფნის მეტი არაფერი უნდათ, მამა. en azından bu ყოველ შემთხვევაში ამ სახლში დაბადებულ ბავშვებს sana bir şey ვცდილობთ რაღაც აგიხსნათ. yanlış işler შენი საქმეებით არ ხარ დაკავებული, რომლითაც უნდა იყო. არც იმ ხალხთან ხარ, ვისთანაც უნდა იყო. იმის მაგივრად, რომ ყველას უყვარდე, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ შენი ეშინოდეთ. ერთმანეთისგან ამით განსხვავდებით. ben korkulan bir adam მე არ მინდა ისეთი ადამიანი ვიყო, ვიცით ეშინიათ, მამა. მინდა პატივს მცემდნენ და ყველას ვუყვარდე. ფიქრეთ, პატივისცემის და ერთგულების ყიდვა შეგიძლია. ამას თავისი ფასი აქვს. რაც შეეხება სიყვარულს, ეს სისუსტეა, შვილო. o bir zaaftır evlat. Peki კარგი. ფიქრობ, ჰალილ იბრაჰიმმა პატივისცემა და ერთგულება იყიდა? Daha დღევანდელ დღემდე ყველა, ვინც გაჭირვებაში ცხოვრობდა, ვინც ჩაის ჭიქებს რეცხავდა, ბატონება დაქცია. ეს ერთგულების საფასური არ არის? karşılığı değil. kimse მისგან ეს არავის უთხოვია. შენ ხარ ადამიანი, ვისთანაც შვილის ხელის სათხოვნელად მიხვედი. უბადრუკი მუზაფერი უწოდე. მან კი მამა მუზაფერი უწოდა და ხელზე ემთხვია. მე რა ვქნა ფიქრეთ? ადამიანების ნდობა და სიყვარული რომ მოიპოვო, მათ თაყვანი უნდა სცე? kimsenin eline eğmene gerek yok. ღვთის გულისათვის არავის თაყვანის ცემა საჭირო არ არის. თავარია არავინ დაამცირო, ესეც საკმარისია. მაგრამ სამწუხაროდ შენი ქედმაღლობა ამის უფლებას არ გაძლევს. ხომ ასეა, მამა? შენი ქედმაღლობა გაძლევს ამის უფლებას? მაძლევს. Öyle mi? მართლა? O zaman თუ ასეა, ისეთი ადამიანი იყავი, რომ მივხვდე შეცდომასად დავუშვი. yaptım göreyim. Çünkü evlat ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, უმადურობის გარდა ვერაფერს ვხედავ. nankörlükten უმადურობის გარდა.
Bitti mi? მორჩი? Bitti. მორჩი. O hayatı ჩემს უმადურ შვილს გადაეცი, რომ აქ მოსასვლელად იმის თქმა არ არის საჭირო, რომ სიკვდილს გადამარჩინა. gelsin. მასთან დალაპარაკება ისედაც მინდა. Olur söylerim. კარგი ვეტყვი, Ama Halil მაგრამ გაითვალისწინე, რომ აღარ დაგიჯერებს. თუ ჰალილ იბრაჰიმის დამარცხებას შეეცდები. Biliyorum. მისი საშუალებით. ღმერთო, Dayı var ya görecek. ბიძია, უნდა გენახა მანქანები როგორ ფეთქდებოდა. ფოიერვერკებივით. განსაკუთრებით ილმაზის მანქანა. ჰალილ იბრაჰიმ. ილმაზ ხომ ხავს ხალხი, ვინც იარაღით დადის. ხო, ბიძია. სოფელში დადიან და ხალხს ფულს და დახმარებას თხოვენ იმ ადამიანების სახელების სანაცვლოდ, ვინც მანქანებში ბომბები ჩადო. Yoksa ne baba? თორემ რა, მამა? თორემ რა? ხალხში თავი მოეჭრა და ახლა ხალხის მოსყიდვა გადაწყვიტეს? შვილო, არავინ გაკრიდით. იციან ძალავის მხარეს არის. ამიტომ გადაწყვიტეს საბრალო ხალხი დატანჯონ. ისაბრალო ხალხი რაში სჭირდებათ. იციან სადაც ვართ, მოვიდნენ ჩვენ დაგველაპარაკონ. Gelsinler burada desinler. Ya განა აქ მოვლენ, მამა მუზაფერ. Yani onların kulağındaki çınlar. ყურებში ხმა ისევ ჩამესმის, ხმა ყოველ შემთხვევაში. მე მესმის. ფიქრობ ნეტავ რა ხდება, ვის ვახსენდები მეთქი. ბომბის ბრალია არა? ბომბის ბრალია. ხო, ოსმან. Osman senin kim? ვის გაახსენდები ოსმან? ვინ ყავს? მეც მაგას ვამბობ, არავინ მყავს. Onlar bize ისინი ჩვენთან არ მოვლენ. Biz de ჩვენ წავალთ მათთან. როგორ ძმაო? Kardeşim kahve. ჩვენი სოფელი არ არის? ხალხთან მივიდეთ, ჩაი დავლიოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით ვართ. თუ ვინმე იკითხავს, ბომბები ვინ აფეთქა, ჩვენკენ გადმოამისამართონ. Gelsin bize sorsun. Tabii yeni. რა თქმა უნდა, ძმისშვილო, უბედურება შენთან არ მოდის, სამაგიეროდ შენ მიდიხარ მასთან. Hadi gidelim be. წავიდეთ და დავხვდეთ. დიდი ხანია კაფეში არ ყოფილ ვარ. ხალილ იბრაჰიმ, Annem ayrı. დედამ და ძმამ და მირეგეს. Babam benim. მამას ჩემთან შეხვედრა უნდა რა ვქნა. Gelsin მოვიდნენ და გნახონ. მამა ჩემს ხომ იცნობ. მოკვდება და აქ არ მოვა. ölmedi. ის შენი წყალობით გადარჩა ზეინებ. მის ადგილას მე მოვიდოდი. Ben yerinde olsam gelirdim. Siz burada. თქვენ აქ ყოფნაში? Biz gidiyoruz. ჩვენ გავდივართ. Gelebilir. მოვიდეს, დაილაპარაკეთ. ჰალილ იბრაჰიმ, მანქანაში დაგელოდებით. შეხვედრამდე. Sen niye benim gitmemi? რატომ არ გინდა რომ მე წავიდე? Bugün დღეს არა ზეინებ. insanlar სიტუაცია ცოტა მიწყნარდეს. მე სადაც მოგინდება და როცა მოგინდება წახვალ. არ ვიცით ილმაზი ჯერ ისევ იქ არის თუ არა. Yani sanmıyorum. არა მგონია მოვიდეს, მაგრამ ვეტყვი. gelir. მოვა. Siz nereye gidiyorsunuz? თქვენ საით? Babam derdi ki მამა მეუბნებოდა, რომ საშიშ ხალხს არ უნდა კითხო საიდან მოვიდნენ და სად მიდიან. რამე რომ მოხდეს, შენ მოგადგებიან. კარგი, არ Bir ვეკითხავ. şey sormuyorum. ბედნიერად საშიშებო. Tehlikeli adamlar. Ali İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ, მე აქ დავრჩები ყოველი შემთხვევისთვის. კარგი, მამა მუზაფერ. ბედნიერად. ძმა ოქცალია? Müsaitim de gelmeyecek misin? ხო, მცალი, არ მოდიხარ, რატომ რეკავ? Gelmeyeceğim. არ მოვალ ძმა. Aradım. Sebep? რატომ? Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმმა ნება არ დამრთო. ვერ მივხვდი. Hocam izin vermedi. Aa, ქმარი ნებას არ მაძლევს. sen vermiyorsun. აი, ზოგჯერ შენს ხომ არ უშვებ ხოლმე? კარგი, მე გარკვეული მიზეზების გამო არ ვუშვებ ხოლმე და შენ რა მიზეზით არ გიშვებს? Güvenlik sebebi. უსაფრთხოების გამო ძმაო. Baban gelsin. მითხრა მამა შენი მოვიდეს და აქ ილაპარაკეთო. მამა მაგ სახლში როგორ შემოვა ზეინებ? Halil İbrahim'lerin işi. ხალილ იბრაჰიმი ბიჯებთან ერთად საქმეზე გავიდა. რა საქმეზე, სად წავიდნენ? რატომ მეკითხები ძმაო? გინდა რომ შეუერთდე? ეს რა შუაშია, ღვთის გულისათვის რა სისულელეს ამბობ? Sen babama მამას უთხარი რომ სახლში მარტო მე ვარ. müsaitim buradayım. შეუძლია მოვიდეს და დავილაპარაკოთ. Ben söylemem. მე არ ვეტყვი. ვაიძულებ ზეინეფანი. Şota. შოთა. წადი და მამა ჩემს უთხარი რომ შვილი თავისთან ეძახის. ფიქრეთ ბეი, bunu böyle ასე ვერ ვეტყვი. Konuşulan ყველაფერი გაიგონე. როგორც გინდა ისე უთხარი. რას მიყურებ შოთა?
Neye bakıyorsun? კიდევ აქ ხარ? Ben bir şey მაინტერესებს საწავიდნენ. Bunlar acaba nereye? თუ ყველანი ერთად არიან, ესე იგი რაღაც ისი არ არის. Hani bunlar topluca bir yere აბა დაფიქრდით. kesin bir vukuat vardır. İyi. კარგი. O zaman babam მამა წაიყვანე და გაიგე რა ხდება. kankalarından da Tabii. öğrensin nereye gittiklerini ha? Bu olur. Fikret. კარგი ფიქრეთ ბეი. Bana kesin anlat. სუდი აზრი არ არის. ყველაფერს მოყვებიან. Şota çık. წადი შოთა. Bir tane ya. ერთი ვინმე მაინც იყოს ჭკვიანი. Sen olsun etrafı. ერთი ვინმე მაინც. O abine შენს ძმას უთხარი რომ ილმაზი მოვიდა და ყველაფერი გააფუჭა. etti de თუ აქედან არ წავა, უარესი მოხდება. ne iş ჩვენი ოჯახი განადგურდება. Leto diye bir aile kalacak. დამშვიდდი რიзвანბეი. ილმას ველაპარაკე. თქვა რომ პასუხს აგებს. თუ ჩვენი ოჯახიდან ვინმე დაზარალდება. იმედია, მეც შენი ოჯახის წევრად მთვლინედ იმე. იმედია. ეს რა ლაპარაკია, რიзвანბეი? რა თქმა უნდა. თუ პოლიციას გადაგცემენ, ჩათვალე რომ წასულია ჩვენი საქმე ნედიმე. Elinde bizim için წასული. ölüm olur Nedime. Tamam. კარგი, კარგი დაველაპარაკები. Ayrıca bu თანაც ეს ილმაზის საქმეა. თვითონ მიხედავს. უთხარი შენს ძმისშვილს რომ მიხედოს. Çözsün. gel kızım. შემოდი შვილო. Nedime Hanım Zeynep bir haber ნადიმე ხანიმ göndermişti. ზეინეფისგან ინფორმაცია მოვიდა. რიзвანბეის უნდა გადავცე. Kim göndermiş ne göndermiş? რა ინფორმაცია? Rızvan Bey galiba რიзвანბეი Zeynep'i ზეინეფთან görmek შეხვედრას სურს. O da მან თქვა რომ eşim izin ქმარი არ vermiyor. უშვებს. Dışarı çıkamam. ამიტომ babam buyursun. მამას თავისთან ებატიჟება. Ne demiş? რა თქვა? რა თქვა? Herhalde güvenlik ალბათ sebebi უსაფრთხოების მიზნით. İbrahim böyle bir şey demiş. Kızım Zeynep ne söyledi? ზეინეფი ვერ უხვდება რას ამბობს. Babası sabah დღეს დილით მამა გინაღა მოკვდა. arabasına bomba იმ koyan ხალხთან evine mi მივალ, gidecek? ვინც ბომბია აფეთქა. Kim bilir? ვინ იცის იქნებ შენმა შვილმა აფეთქა ნედიმე. Kızındır. Nedime. ღმერთო. საქმე ვერ დაასრულა, ამიტომ გადაწყვიტა თავის სახლში მომკლას. ამას ნუ ამბობ. Rızvan Bey. რიзвანბეი, დაველაპარაკები. Halil İbrahimler evde değil. ჰალილ იბრაჰიმი სახლში არ არის, ამიტომ საშიში არაფერია. ზეინეფმა ასე თქვა. Ne olur müsaade etsen. ნება მომეცი მე დაველაპარაკები. რა სისულელია. არა, ჰანიმ ეფენდი. შვილთან წავალ და ვკითხავ, ჩემი მოკვლა რატომ გადაწყვიტა? ვკითხავ, Niye öldürmek istiyorsun? მიზეს ვკითხავ. ელიფ, Elif. მამა განყოფილებიდან მოვიდა? Yok daha gelmedi. ჯერ არ მოსულა. კარგი. შენს ქმარს უთხარი რომ წამიყვანოს. კარგი ვეტყვი. მეც დამოვალ. ჰალილ იბრაჰიმი ჩემი თანდასწრებით უპატივცემულოდ არ მოიქცევა. Evde yok dedi. ხომ თქვეს რომ სახლში არ არის? Dedim ben de. მაინც სიფრთხილე გმართებს. ეს შვილს უთხარი ნედიმე. Nedime. Kızına ის იქცევა saygısızlık უპატივცემულოდ. yapan o. კარგი, კარგი რიзвანბეი.